ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი ისევ პატიმრობაში რჩება ბათუმის საქალაქო სასამართლო მზია ამაღლობელის უფლებადამცველების შუამდგომლობა ჟურნალისტისთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე დაუშვებლად ცნო. მზია ამაღლობელი, რომელიც პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით არის დაკავებული, უკვე 34 დღეა შიმშილობს. ის ამ დრომდე ვივამედის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. რა შეფასებები მოჰყვა ბათუმის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას, ამას თეონა ხუბულავა გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდდება. თეონა. ნიკა, მაშინ როდესაც ადვოკატებისთვის ცნობილი გახდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და უარი მათ სარჩელთან და შუამდგომლობასთან დაკავშირებით, მზია ამაღლობელის ერთ-ერთი ადვოკატი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან იმყოფებოდა სწორედ კლინიკა ვივამედში. მასთან მათ ერთად შეიტყვეს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, იმისათვის რომ აღკვეთი ღონისძიება გადაისინჯოს და შეიცვალოს უფრო მსუბუქი აღკვეთი ღონისძიებით, ამისათვის საჭირო არის სამართლებრივად რომ საქმეში არსებობდეს ახალი გარემოებები და გადაწყვეტილებაში, რომელიც მიიღო ბათუმის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლე ამბობს და წერს, როგორც ეს იურისტებმა განმარტეს, რომ ასეთი ახალი გარემოებები არ არსებობდა. თუმცა მზია ამაღლობელის ადვოკატები ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ სარჩელის არსიც თავისთავად ეს იყო, რომ სწორედ ახალი გარემოებების გამო უნდა შეცვლილიყო მისთვის მათი თქმით უსამართლოდ შეფარდებული პატიმრობა. მთავარი ახალი გარემოება, როგორც ისინი ამბობენ, არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამის დამადასტურებელი დიაგნოზები და ექიმების მიერ მოწოდებული ინფორმაცია თქონდათ მათ სარჩელში წარდგენილი, რადგან იცით, რომ როგორც აღნიშნა 34 დღეა მზია ამაღლობელი შიმშილობს. ამის გარდა ასევე იურისტები წერდნენ იმას, რომ იმთავითვე, როგორც ისინი პირველ აღკვეთი ღონისძიების ხდომაზეც აცხადებდნენ, მის მიმართ გამოყენებული პატიმრობა, აღკვეთი ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა არ იყო სამართლებრივად სწორი, ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება. მაშინ, როდესაც სასამართლო მიუთითებდა იმას, რომ არსებობდა მისი მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, ამის საფრთხე შეუძლებელია, რომ არსებობდეს, როგორც მისი ადვოკატები განმარტავდნენ. ასევე ახალი მოწმეები არიან ამ საქმეში, როგორც ამაღლობელის ადვოკატები საუბრობენ და ამაზეც მიუთითებდნენ ისინი, რომ ამ მოწმეებზეც ის ვერანაირად ვერ შეძლებდა, რომ მოეხდინა ზეგავლენა. ახლა რა გზა რჩება მათ ადვოკატებს? მათ შეუძლიათ, რომ ეს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩურონ, ასეც მოიქცევიან, როგორც უკვე განმარტეს კანონი დადგენილ ვადაში, აუცილებლად გეგმავენ, რომ გაასაჩურონ ეს გადაწყვეტილება. ის, რომ ამ სარჩელის განხილვა უშუალოდ ხდომამდე არ მივიდა და წარმოებაში არ მიიღო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეს ამაღლობელის ადვოკატებისთვის არის სრულიად მიუღებელი. ისინი ამბობენ, რომ ორივე მხარეს უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, რომ ამ სამართლებრივ გარემოებებზე და საქმის ახალ გარემოებებზეც უშუალოდ სასამართლო პროცესზე ემსჯელათ. სამართალდარღვევით ჩვენი მხრიდან ახალი გარემოებები იყო წარდგენილი, მათ შორის მტკიცებულებით ნაწილში ასევე იყო წარდგენილი ქალბატონი მზიას დიაგნოზები, რომლებიც შეიცვალა უკვე უშუალოდ პატიმრობის დროს, თუმცა სასამართლომ კვლავ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, კვლავ დაემორჩილა იმ გავლენებს, რომელიც მასთან არის, კვლავ პროკურატურის პოზიციის გამგზავრებლად გადაიქცა და გაიყენა კვლავ პატიმრობას რეპრესიული მიზნებით და იმისათვის, რათა ქალბატონი მზია დასაჯს. არანაირი რეალური სამართლებრივი საფუძველი და არგუმენტი პატიმრობის გამოყენების არ არსებობს, იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის ყველაზე უფრო მეტად უფლებას შემზღუდველი აღკვეთი ღონისძიება. პირველ რიგში თავიდანვე მოლოდინი მისი ეს იყო და თავიდანვე ეს განაცხადა, რომ არ ელოდა რაიმე სამართლიან გადაწყვეტილებას სასამართლოსგან არ გაუკვირდა საერთოდ ეს გადაწყვეტილება. 34 დღეა გასული მისი შიმშილობიდან და რა თქმა უნდა არის შესუსტებული, არის გამხდარი, თუმცა ამ წუთასაც დღევანდელი შეხვედრის დროსაც იმას გთხოვდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე რაც შეიძლება ნაკლები ვისაუბროთ, არ ჭირდება არავისგან რაღაც შეცოდება თუ წახალისება იმის გამო, რომ იგი შიმშილობს, როგორც იგი კვლავაც შიმშილობს არა მარტო თავის, არამედ სხვა ყველა პოლიტიკური პატიმრის გამო და უნდა რომ იბრძოლოს ბოლომდე იმ ხერხებით, რითაც შეუძლია ამჯერად უკვე საპატიმროდან თუ იქნება კლინიკიდან. ეს არის მზიას წინააღმდეგ მიმართული მორიგი სამარცხვინო გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებებით სასამართლო საკუთარ სამარცხვინო ისტორიას წერს. რანა დასაშვებობაზე იმსჯელა, არც ერთ იმ გარემოებაზე არ იმსჯელა, მე მგონი არც ჩახედა რა წარმოადგინეთ საერთოდ, ერთი სიტყვითაც არ იხსენიებს, უბრალოდ ამბობს, რომ ის მოსამართლემ რომ ივარაუდა ის ეჭვებიო, რომ მოახდენს მოწმეებზე ზეწოლას და რომ ჩაიდენს ახალ დანაშაულს, ის ეჭვები ისევ ძალაშია და ვინ ეკითხება ამას ეს ეჭვები ძალაშია თუ არა. მან უნდა მოусმინოს ბრალდებას და ბრალდებამ უნდა ამტკიცოს მისი პატიმრობა ჭირდება, კი ბრალდება მოდიოდა და ამბობდა ვეთანხმები და აღარ მჭირდება პატიმრობაშიო. აი ასეთი აბსურდის თეატრია ეს გადაწყვეტილება, მოკლედ. სხვა შემთხვევაში გავასაჩივრებთ ცხადია, იმიტომ რომ არ შეუქმნით ამ კომფორტს.
დღის წინ მაშინ, როდესაც მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ისაუბრეს, რომ გეგმავდნენ ასეთი ტიპის საჩივრის შეტანას ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მათ სხვა მოთხოვნებიც დააყენეს, მათ შორის მოითხოვეს, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოიძიოს მზია ამაღლობელზე არასათანადო მოპყრობის ფაქტები და ასევე შეწყდეს პროკურატურის მხრიდან მის საქმეზე წარმოება და ასევე პასუხისგებაში მიეცნენ ბათუმის პოლიციის მაღალჩინოსნები, რომლებიც მის საქმესთან კავშირში არიან. მადლობა თეონა ხუბულავა საუბრობდა პირდაპირ ეთერში.